მოგესალმებით ყველას მეგობრებო, როგორ ხართ? დავბრუნდით 3 დღის უდაბნოში მოგზაურობის შემდეგ, არა უდაბნოში არ ვიყავით ჭაჭუნას აღკვეთილში, მერე ვაშლოვანში, მერე გზაში და ეხლა აქ ასურეთში. დავბრუნდით 3 დღეა არ მინახავს რა ხდება ინტერნეტ სფეროში და სანამ გზიდან გზამდე უბრალოდ რომ გზაში ვიყავი რაღაცეები აქ-იქ ჩავიჭყიდე, ბევრი რაღაც მომხდარა ამ 3 დღის განმავლობაში და ეხლა მე მინდა რომ გთხოვოთ, რა ვიცი რა მინდა რომ გთხოვოთ, არაფერი არ მინდა რომ გთხოვოთ. ერთადერთი ის მინდა რომ გთხოვოთ, რომ ცოტა ხანი ვიქნები ახლა რაღაცა ჩემთვის. სახლში სანამ მოვალ დავმშვიდები, დავწყნარდები, დავლაგდები და სანამ მოვალ ხასიათზე ლაივების ჩაწერის, ცოტა ხანი ვიქნები გასული. ხო და მე შემოგიერთდებით, ალბათ გავეცნობი რა ხდება ინტერნეტ სფეროში. რა მოხდა? ახალ ამბებს გავიგებ. ჩემგან ახალი ამბები ჭაჭუნას აღკვეთილში არის ის, რომ ზეგი ისევ და ისევ მივადექით იმ ადგილებს, სადაც იყო დიდი ცივილიზაცია, ძველი წელთაღრიცხვით ალბათ სავარაუდოდ დაახლოებით ბრონზეს ხანის წელის ეპოქის არტეფაქტები ვიპოვეთ კიდე. მე მინდა ვთხოვო იმ დაინტერესებულ არქეოლოგებს, ვისაც ინტერესი აქვთ, გავამეხმაურეთ და ჩვენ ერთად შეგვიძლია წავიდეთ, განახოთ ის ადგილები, ინტერესი ვისაც გაქვთ, ახალგაზრდა არქეოლოგებო, ვისაც სადიპლომო გაქვთ დასაწერი, ვისაც თემა არ გაქვთ და გინდათ თემად აიღოთ ესა თუ ის საკითხი, ვისაც ჯერ მოფიქრებული არ გაქვთ თემები, დამიკავშირდით და აუცილებლად განახებთ ამ არაჩვეულებრივ ადგილს, სადაც არის ალბათ დაახლოებით 15,000 წლის წინანდელი არტეფაქტები და დღეს ვიპოვეთ კიდე ისეთ ძალიან მაგარ ადგილზე ქვევრი, შავი თიხის ქვევრი, შავი, თქვენ იცით რომ ჩემგან ეცოდინება ჩემ მაყურებელს, რომ შავი თიხა ყოველთვის იყო წინარე, ანუ ძველი წელთაღრიცხვის დამახასიათებელი თიხა და ამისი არამცრუ ნატეხები და არტეფაქტები ვიპოვეთ, არამედ ვიპოვეთ, ესე იგი მთლიანი ქვევრი, რომელიც გამოჩნდა ჩამოტეხვის შედეგად, ანუ დინარე იორზე, კლდე არ ქვია მაგას, ნაპრალი ჩამოტყდა და აღმოჩნდა, ესე იგი ჩანს და სანამ წაიღებს ეს მდინარე, კარგი იქნება თუ არქეოლოგები დაესევით ამ ადგილს და შეისწავლით. მე შემიძლია ერთადერთი იმით გაგიწიოთ დახმარება, რომ მივიდეთ ადგილზე, განახოთ ეს ადგილი, აქ იყო ნანგრევებიც ჩანს, ძალიან საინტერესო ნანგრევებია ჩემი მოსაზრებით. ეხლა უცბად შეხედვით ეს იმ იქაური ვითარებით, რაც მე ვნახე, არის სავარაუდოდ რაღაცა წარღვნის შედეგად, ანუ წარღვნის ახლა ვიფიქრებთ იმ ნოეს წარღვნას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წალეკილია ეს ადგილი და აქ უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ სამარხები, ძვლებიც ვიპოვეთ. ესე იგი თიხის ნამტვრევები არის როგორც ხალიჩასავით მიმოფენილი, აი როგორ არის იცი, ერთი ქოთანი ვთქვათ, ქოთანი რო გატყდეს, ეს ქოთანი ესე კი არ ყრია ერთ ადგილზე, ანუ არქეოლოგებს ვესაუბრები ახლა, კი არ ყრია ერთ ადგილზე, როგორც ვთქვათ არტეფაქტი, რომელსაც ცვლილება არ აქვს, ხო? ადგილობრივი გადანაცვლება არ აქვს მომხდარი, არამედ მისი ნატეხები არის გაფანტული, ესე იგი რამდენიმე მეტრზე. ესე იგი სავარაუდოდ ვფიქრობ მე, რომ აქ მოხდა რაღაცა წარღვნის მომენტი, წალეკვის მომენტი, რომელმაც შეცვალა აი ამ გატეხილი თიხების არტეფაქტების მსდებარეობა. ხომ გადაადგილა აქედან იქით და ნუ ესე არის გაფანტული, რომ არ ჩანს, რომ თქვათ ცხვარმა გადაუარა, ხო? ცხვარმა თუ გადაუარა, ის ნატეხები ერთ ადგილზე იქნება გაჩერებული, გესმით და ქარი იმ ნატეხებს ვერ წაიღებს. ვერ წაიღებს იმ ნატეხებს ვერც ერთი ცხოველი. აქა-იქ ისე სიმეტრიულად და ისე ლამაზად ვერ გაფანტავს, როგორც ვთქვათ, ჩემმა თვალმა ნახა აი გაფანტული
მთლიანად ხალიჩასავით წინარე საუკუნე რაშუაშია ძველი წელთაღრიცხვის არტეფაქტები, ხო? შავი თიხით ნამუშევარი, კიდევ არის სამფენიანი თიხით ნამუშევარი, კიდევ არის სხვადასხვა ობსიდიანები, სხვადასხვა არა, შავი ძირითადად ობსიდიანებს იყენებდნენ თქვენ იცით, საჭრელ აპარატებად დანებად და ასე შემდეგ. ხელსაწყოდ. ამიტომ მე ვფიქრობ, რა თუ ჩემს მაყურებელში ვინმე არქეოლოგი მოიპოვება, აი ნამდვილად ჩემი ხარჯებით წაგიყვან, თუ ხარ დაინტერესებული პირი, ჩვენი ხარჯებით წაგიყვანთ, მიგიყვანთ ადგილზე და აუცილებელია ამ ადგილის შესწავლა, პროექტის დაწერა და შემდეგ მოპოვება ამა თუ იმ თქვათ დაფინანსება ასაჭირო, თქვათ ნებართვა ასაჭირო, თქვათ არის რაღაც სხვადასხვა ეტაპები გასავლელი იმ გათხრების დასაწყებად. ძალიან სერიოზული ადგილი არის, ანუ სერიოზული ნამუშევარი შეგიძლიათ გამოგივიდეთ. შეიძლება გამოგივიდეთ ასევე როგორც სადისერტაციოდ დაცვისთვის, ასევე სადოქტოროთ, რა ვიცი, 1000 გვარი რამე შეიძლება რომ მოვიფიქროთ, თქვენ მთავარია გამოიჩინოთ ინტერესი. მე როგორც ახლა ყოფილი არქეოლოგი ამ საკითხებში ძალიან ესე მოყვარულის დონეზე ვარ ჩართული რა. ჩემი თვალი ხედავს, ვიცი სად რა შეიძლება როგორ იყოს, მაგრამ როგორც ესეთი მეცნიერულ გამოკვლევას მე არ ვატარებ, მეგობრებო, მაგრამ მე ვეხმარები იმ ადამიანებს, ვისაც მეცნიერული გამოკვლევისთვის აქვს ჯერ კიდევ ძალა, ნებისყოფა, სურვილი, დრო და ასე შემდეგ. და რაც თავარია, შეიძლება კიდევაც ძალიან კარგი სადიპლომო ნამუშევარი გამოგივიდეთ, მე მოგაწვდით ჩემგან უსასყიდლოდ ინფორმაციებს, რომელი ინფორმაციებიც დავაგროვე მე ამდენი წლის განმავლობაში, არტეფაქტებსაც მოგაწვდით, რაც შევაგროვე, იმ ადგილებსაც გასწავლით, სად მოვიპოვეთ ეს არტეფაქტები, ყოველ 5 მეტრში აღმოჩენილია აი ამ ივრის დასახლებაზე სოფლები, არამედ მხოლოდ სოფლები, არამედ ნაქალაქარები. ხვდებით, ანუ მაღალი ცივილიზაციის წარმომადგენელი ადგილები, რომელიც დღეს გასწორებულია მიწასთან, ხვდებით და არ ვიცი, მოკლედ, ძალიან კარგი ნამუშევარი შეიძლება გამოიყვანოთ აქედან რა. ანუ ჩემი პირადი ინტერესი ის არის, რომ საქართველოს მიწა წყალზე, რომელი ისტორიაც წაშლილია, ანუ წაშლილი რა შეიძლება არც აღმოჩენილი ჯერ, ხო? ანუ წაშლილი, დაკარგულია. აღვადგინოთ. ეს უნდა აღდგეს, მეგობრებო. მე ესე იგი როგორც უკვე გითხარით, დაახლოებით 4 წელი არის ჩვენ ჭაჭუნას აღკვეთილში, ასევე ვაშლოვანში დავდივართ და იქ ვხედავთ დატოვებულ ცივილიზაციას, ანუ დავიწყებულ ცივილიზაციას, დავიწყებულს კი არა და განადგურებულ, ანუ წყალგადავლილ ცივილიზაციას. საკითხავია ეს ცივილიზაცია ვინ იყვნენ? ხო, ანუ ხო გაინტერესებთ, ანუ ჩვენ ხო გითხარით, რომ დღეს ძვლებიც კი ვიპოვეთ. იქ სავარაუდოდ სამარხი იყო. ამიტომ ძალიან დიდი შრომა სჭირდება საქართველოს, სადაც არ მივდივარ, ყველგან არტეფაქტებს ვპოულობ. ანუ ეხლა მე ვერ ვიტყვი, რომ მაინც მე მემთხვევა ეს. მე კი არ მემთხვევა ხალხო, საქართველოს მიწა-წყალი არის იმდენად ძვირფასი კი არა და ისტორიული, ანუ იმდენად დასახლებული, იმდენად დიდი ისტორიის, რომ აქ შეიძლება ცივილიზაციები იყო 30,000 წლის წინანდელი, იმაზე უფრო ადრინდელი კიდევ, გესმით? შეიძლება კი არა, იყო. ანუ როგორ გითხრათ რა? ამას სჭირდება როგორი შემართება, იცით, რომ ძლიერი შემართება სჭირდება, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იქნება დაინტერესებული საქართველოს ისტორიის აღდგენით.
რამე თუ მართალია დღესდღეობით ძნელია იმის მოპოვება, რომ სახელმწიფო მოგცეს დაფინანსებაზე არ არის აქ საუბარი, პროექტის ნებართვა, ანუ პროექტის განხორციელების ნებართვა ჯერ მოგცეს, მაგრამ აქ უნდა იყოს ჯგუფი ძლიერი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ისტორიის აღდგენით, შევსებით და მებრძოლი ჯგუფი უნდა იყოს, რომელიც გაიტანს ბოლომდე თავის რა ქვია მაგას მიზანს. ეხლა მე რა შემიძლია კიდევ დაგეხმაროთ? მე შემიძლია დაგეხმაროთ იმაში, რომ გერმანელი მეცნიერთა ჯგუფს დავუკავშირდეთ. ესენი არიან ის მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ დღეს კიდევ დაინტერესებული არიან უნივერსიტეტი მაინცის უნივერსიტეტში არსებობს ესეთი, სადაც მე ვსწავლობდი პირადად, დაინტერესებული პირები, რომლებიც თავიდანვე ინტერესით იყვნენ საქართველოს მიმართ განწყობილი. მე შემიძლია უბრალოდ კონტაქტები გაგამართინოთ აი ამ უნივერსიტეტთან და იმ ჯგუფთან, რომელიც ჯგუფიც დაინტერესებული იქნება და ჩამოვიყვანოთ, თქვათ, დაინტერესებული არქეოლოგები, სტუდენტები, ისევე როგორც პროფესორები, მათ ძალიან აინტერესებთ ესეთი სხვათა შორის ექსკურსიები, ანუ გასვლითი ექსკურსიები, მათი დიდი ინტერესი არის. განსაკუთრებით ქრისტიანული ეპოქის ხვდებით და არა მხოლოდ ქრისტიანული ეპოქის, არამედ თუ ვთქვათ ეს წინარე ქრისტიანული ეპოქის დროინდელი არტეფაქტები აღმოჩნდა, ხომ? აქაც შემიძლია რომ დაგეხმაროთ იმაში, რომ დაგაკავშიროთ ამ მეცნიერთა ჯგუფს. ხვდებით? ანუ ქართულ გერმანული მეცნიერთა ჯგუფი ერთად რომ ერთობლივ ნამუშევარს რომ შეადგენს, აქ უკვე ძალა ერთობაშია, ხვდებით? და თუ თქვენ ინტერესი გაქვთ, აი მე ხომ გეუბნებით, უსასყიდლოდ დაგეხმარებით. თქვენ თავარი არის ინტერესი გამოიჩინოთ იმაზე, რომ სტუდენტები, ანუ თუ ვინმე არქეოლოგ სტუდენტებს იცნობთ, ხომ? გადაეცით ეს ჩემი გამოსვლა, აი ეს ახლა მე ეს ვიდეო გაუზიარეთ, რომ მათთვის ყველაფერს, რაც მე ჩემს ძალებს არ აღემატება, შევძლებ დახმარებას. ანუ ვეცდები რომ დავეხმარო, ხვდებით? მე შემიძლია ასევე თვითონ ფიზიკური ძალებითაც დავეხმარო, აი მაგალითად წავიდეთ იქ კარვების დადგმაში, რამდენიმე დღიანი კარვის დადგმა შეიძლება, ეხლა რომ ვთქვათ, სანამ იქაურობას შევისწავლით და იქაურობას გამოვიკვლევთ, იქაურობას დავაკვირდებით, მე დაგეხმაროთ თქვენ ამ საკითხში, ხო? ძალიან მინდა რომ ჩვენ საქართველოს ესე იგი იმხელა კულტურა აქვს დაკარგული, რომ კულტურა რაშუაშია, იმხელა ისტორია აქვს დაკარგული, რომ ეს დაკარგული ისტორია აღვადგინოთ. აი მე მაგალითად ეხლა აქაც აი ჩვენთან ასურეთშიც აქაც ძალიან ბევრი არტეფაქტებია, უამრავი ჩემთვის ახლა რატო არის მნიშვნელოვანი ჭაჭუნას და ივრის ტერიტორია, იცით მეგობრებო? იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აქ მე როგორც გავიგე, იყო კამბის ენა. კამბის ენას ეძახდნენ აი ამ დასახლებას. და კამბის ენა არის დაკავშირებული კამბუსუსთან. კამბისუ, ანუ ესეთი ისტორიული, თუ დაგუგლავთ, არსებობს ესეთი ისტორიული პირი. კამბისუს პირველი, კამბისუს მეორე რა და კამბისუს, ანუ გერმანულად რომ კამბუსის ესე რომ გამოვთქვათ მისი სახელი, კამბუსის იყო მართველი, ეგვიპტის მართველი იყო. კამბის, ამიტომ ანუ კავშირში რატომ არის, იცით, რომ კამბისუს პირველი, კამბისუს მეორე, მესამეც არსებობს თუ არ ვცდები, აი ესენი სად იყვნენ, რომელ ტერიტორიაზე იყვნენ, არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ეს ადამიანები არსებობდნენ, როგორც ესეთი ფარაონები ვით იყვნენ რა, მართველები იყვნენ, წამყვანი პირები იყვნენ, რომლებიც როგორც სამეფო კარის წარმომადგენლები ისე აღიქმებოდნენ და რახან მათ კამბისუს ერქვათ და ამ ტერიტორიას კამბის ენას ეძახდნენ, არის კავშირში, ხო? რაღაც შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე ისტორიის მატარებელი, როგორც მისი სახელი, ისე ტერიტორია აღმოჩნდეს, ხო? და
ჩემთვის მნიშვნელოვანი იმიტომ არის ეს ადგილი, რომ ეს ადგილი არის მიტოვებული როგორც ესე იგი დასახლების მიერ არის მიტოვებული საზღვრის ტერიტორიაა და როგორც დასახლება აღარ არსებობს ესეთი, მაგრამ როგორც ჩანს, აქ იყო უდიდესი დასახლებები, ანუ ცივილიზაცია იყო, აქ წვავდნენ თიხას, მაგალითად, ქვევრებს, დიდი უშველებელი ქვევრების ადგილი აღმოაჩინეთ, სადაც ვიდეოც მაქვს YouTube თუ ნახავთ 2-3 წლის წინ ამ ადგილსაც გაჩვენებთ. ესე იგი, რა ვიცი, ყველაფერს მე რაც მომეპოვება ამ 4 წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია მოგაწვდით, როგორც უკვე კიდევ მესამეჯერ გიხსენებთ, უსასყიდლოდ და არანაირი ამბიცია მე არ მაქვს, რომ სხვათა შორის ეს მეცნიერულ სფეროში ძალიან ცუდია, მაგრამ სამწუხაროა, მაგრამ არსებობს ესეთი ამბიციები, რომ აი იმან აღმოაჩინა და მე იმის სახელი დაერქმევა და მე რო ვიმუშაო, მე რა. ხო, აი ესეთი რაღაცები ხელს გვიშლის წინსვლაში, მეგობრებო, ამბიციები რა. და მე არ მაქვს ეს ამბიცია, რომ ჩემ სახელზე იყოს აი ეს აღმოჩენები. თქვენ თუ დაიწყებთ და მეცნიერულ გამოკვლევას შეატარებთ, აბსოლუტურად ან ნურთ ჩემ სახელს ახსენებთ, ანუ თქვენი სახელი თუ ძალიან მნიშვნელოვანია, ისიც არ მაქვს მე ამბიცია, რომ ჩემი სახელით რაღაცა ეს გამოკვლევა დაიწყოთ. დაიწყეთ თქვენი სახელით, გესმით? თქვენ სულ სადიპლომო გაქვთ გასაკეთებელი, დაიწყეთ ეს სადიპლომო ნამუშევარი, სადოქტორო ნამუშევარი დაწერეთ. რა ვიცი, 1000 გვარი არქეოლოგები ხო ყავს ახლა ჩვენ როგორც ესე იგი სტუდენტები და მათ ხო სჭირდებათ სადიპლომო თემები, სადოქტორო თემები, თუნდაც სემინარის რაღაცა ერთი მონაკვეთი რომ დაწეროთ. ნუ რა ვიცი, რომ 1000 გვარი ინფორმაციული ველი არსებობს. დაღამდა ხო? დამიღამდა. ასე რომ მეგობრებო, მოკლედ ძალიან გული შემტკივა, რაზე იცით, იმდენ საქმეს ვხედავ მე ამ ქვეყანაში, იმდენ საქმეს ვხედავ, რომ აი ხელფეხშეკრული ვითვარ რა, რომ ბიჭო, მე რომ მქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ უბრალოდ წარმომადგენელი მაინც რო ვიყო ამ ქვეყნის, ხო? ანუ მაგალითად, ან პრეზიდენტი, ან რას აკეთებს სალომე, ანუ მე ამბიცია კი არ მაქვს, რომ მე გავხდე, მე რა მინდა გითხრათ, იცი, რომ მე რომ ვიყო მაგ პოზიციაზე, ერთი წამი დასაკარგი დრო არ მექნება რა და მე უბრალოდ მიკვირს ეს ხალხი რატოა ესე გაჩერებული, რატოა? ანუ ყოველ დღე უნდა იყოს დასაქმებული სახელმწიფო წარმომადგენელი ამ ქვეყნის აღორძინებით, ამ ქვეყნის ისტორიის აღორძინებით. ისტორია ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც უნდა აღორძინდეს პირველ რიგში და თუ ისტორიის აღორძინებით არ არის სახელმწიფო პირი დაინტერესებული, ესე იგი ის ქართველი არ არის ხალხო და მე ძალიან მიკვირს გერმანელი მეუღლე მყავს რა, გერმანელი მეუღლე რო დაინტერესებულია საქართველოს რაღაცა გადარჩენით და გალამაზებით და აი თუნდაც ეს ხორნაბუჯის ციხიდან რო ჩავწერეთ, ხო? ისე მე ქართველი არ მინახავს საქართველოში. ქართველი არ მინახავს მე საქართველოში, რომ ესე დაინტერესებული იყოს როგორც ჩემი მეუღლე რა. და მე რა მიკვირს, იცი? განა იმად განვიკითხავ, ვინც კი არ განვიკითხავ, მიკვირს ხალხო, გადაეცით ესეთ ხალხს, ვინც სახელმწიფო პირი არის, გადაეცით, რომ მიკვირს ძალიან რატომ ძინავს საქართველოს ხელისუფლებას? რატომ ძინავს? უკაცრავად ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს საქართველოს ხელისუფლებაში, ხო? ისეთ უაზრო თემებს განიხილავენ, რომ ისეთი ბევრი და ძალიან საინტერესო ინფორმაცია არის ჩვენს მიწა-წყალზე, ისეთი ძალიან უმაგრესი, ძალიან მაგარი, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო, ძალიან ლამაზი.
ილინი ნომინწეწers მივესალმები თამარა ამ საქმეს წარმატებები ინებოს ღმერთმა მადლობა ეს დიდი საქმეა მადლობა ლილი მადლობა მივესალმები კი არა და აი პირდაპირ მივესალმები და პირდაპირ მივეშველები ამ საკითხს რა გვაქვს ბევრი სამუშაო გვაქვს უკაცრავად კიდევ ერთხელ გავცივდი მე გავცივდი კი არა და არ ვიცი ეტყობა იქ ცეცხლთან ზურგით ვიწექი მიწაზე და ეტყობა ზურგი გამიცივდა და ხმა კი არ მაქვს ჩახლეჩილი მაგრამ მოსახლეობას ძინავს და ამიტომაც არ აინტერესებს სახელმწიფოს ნანა რა არის იცი ნანა კი არ ძინავს დააძინეს აი მე რატომ გეუბნები ახლა ამას არა ერთ არქეოლოგს ვარ გასაუბრებული და ვეკითხები რომ აი ერთ-ერთს ვიცნობ რომელიც იმ ტერიტორიაზე უშუალოდ მუშაობდა ბევრი აღმოჩენები გააკეთა მაგრამ გაჩერებულია ახლა და რო ვკითხე რატომ არის გაჩერებული ხო დაფინანსება აღარ აქვთ დაფინანსებაზეც რო იყოს ხო აი სანამ დაფინანსებას მოიპოვებენ იქ ყოფლობა უნდა ან ნებართვა უნდა მოიპოვონ ნებართვის აღება კიდე ან ნებართვის აღებას რა უნდა ახლა ნახეთ ჯგუფის შედგენა უნდა ჯგუფს უნდა ქონდეს პროექტი დაწერილი და პროექტი უნდა იყოს არა როგორ იცით არ უნდა არღვევდეს სოფლიო ისტორიას თუ სოფლიო ისტორიას არღვევს ესე იგი ჩვენი მიწა-წყალზე ნაპოვნი რაღაცა არტეფაქტი მაშინ იმას შეაჩერებენ აუცილებლად გესმით და ან უნდა მოხდეს ესე იგი სოფლიო მასშტაბით გადატრიალება ინფორმაციული რომ ჩვენს მიწა-წყალზე მოიპოვება ისეთი არტეფაქტები რომ აბსოლუტურად აი იმ ისტორიას რასაც ასწავლიდნენ ცოლის კი არა აი ანგრევს კი არა პირდაპირ შოკში აგდებს ხო აბათილებს იმიტომ აბათილებს რომ რაც მოგვიყვნენ და რაც აქამდე გამოკვლეულია იმას მთლიანად თავდაყირა აყენებს იმიტომ აყენებს თავდაყირა რომ აქამდე თუ სასაცილო ფაქტად მიაჩნდათ და შეჩვენებულს უძახდნენ იმ ადამიანებს რომლებიც საუბრობდნენ ნეფილიტებზე გოლიათებზე დევებზე დღეს უკვე აგერ დღეს გამოვიარეთ ის ადგილი სადაც აღმოჩენილია სულ ყველაზე პატარა ადამიანი 2 მეტრ და 30 იყო ანუ ეს ყველაზე პატარა ადამიანი ანუ 3 მეტრიანი 4 მეტრიანი ადამიანების სოფელია იქ აღმოჩენილი სამარხი და რატოა შეჩერებული ეს? რატომ არ გაჟღერდა ეს მსოფლიო მასშტაბით რომ 4 მეტრიანი ადამიანების სასაფლავები აღმოვაჩინეთ? იმიტომ რომ მსოფლიო ისტორიას აყირავებს და მსოფლიო ისტორიას რო აყირავებს არ სურს არც ერთ ალბათ კარგად უხდიან იმ ჩვენს სახელმწიფო მოხელეებს რომ ესეთი რაღაცა ჯერჯერობით შეაჩერონ და დააპაუზონ გესმით? იმიტომ რომ ეს რომ გავიდეს და მეცნიერთა ჯგუფმა რომ გაიტანოს ეს საზოგადოებაში მაშინ აშკარად სხვა ეტაპზე გადავდივართ სხვა ერაში ანუ სხვა ინფორმაციულ ველში გადავდივართ და არ აწყობს ეს ჯერჯერობით მსოფლიო ლიდერობას იმიტომ რომ ეტყობა არ აწყობს ანგრევს მთლიან სისტემებს გესმით ჩვენ რომ ვაწუხებდეთ მაშინ ამოქმედდებოდნენო კი ნანა და მაგიტომ ვიძახი ძლიერი ჯგუფები სჭირდება მეთქი რა ანუ ძლიერი ჯგუფები სჭირდება ვინც მყარად იქნება იმაში გათვითცნობიერებული რომ ჩვენ უკვე გვინდა ინფორმაციული ველის შეცვლა ჩვენ უკვე გვინდა ყველაფრის სინათლეზე გამოტანა როგორც ქრისტე ამბობს რა არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს ყველაფერში იგულისხმება ეს ყველანაირი ინფორმაცია რომელიც დაფარული იყო დღემდე უნდა მოვიდეს დრო გაცხადდეს და თუ ჩვენ არ დავიწყეთ ამის მოთხოვნა ხო არავინ არ გეტყვის რომ შვილო მოდი ეხლა მოდი აი ხა გეტყვი მე შენ დაფარული ინფორმაციებს არავინ ხო შენ თვითონ და მოითხოვო ეს დაფარული ინფორმაციები
იქნებ ქაღალდებზე კეთდება და რეალურად არ კეთდება, როგორც კომუნისტების დროს არ აწყობთ ჩვენ წარსულის გამოაშკარავება, ეთერი კითხულობს. საბარაუდოდ კი არა და როგორც ჩანს, ფაქტის სახეზეა ეთერი, რომ ეგრე ხდება, იმიტომ რომ რამდენი გავიგე უკვე არქეოლოგი შეაჩერეს. არქეოლოგებს აჩერებენ. რატო აჩერებენ? არ გიკითხავთ? ვინც კითხვა დასვა, ყველა მოხსნეს არქეოლოგიური კვლევითი ინსტიტუტებიდან, ყველა მოხსნეს, ესე იგი, მუზეუმებიდან, ვინც კითხვა დასვა, ვინც ამათ ყურადღება არავინ არ მიაქცია. იყო მახსოვს მე 5 წლის წინ დაახლოებით გამოვიდა არქეოლოგთა ისა მეცნიერთა ჯგუფი და თქვა, რომ აი გააცხადა თავისი წუხილის შესახებ, მაგრამ ამას ყურადღება არავინ არ მივაქციეთ. გავატარეთ ისევე როგორც ყველაფერს ვატარებთ ხოლმე მნიშვნელოვანი რაც არის რა და რაც არ არის მნიშვნელოვანი იმას მოვაბავთ ხოლმე 1000 ყურებს და კუდებს და თვალებს და გავაზიარებთ ხოლმე და რა ვიცი ჭკუაზე არ ვართ ხოლმე, მაგრამ რაც გასაზიარებელი იმას ვერ ვაზიარებთ და არ ვაზიარებთ. იმიტომ რომ ამის ძალა არ შეგვწევს, მაგრამ როგორც უკვე გითხარით რა ძლიერი ჯგუფები ჩამოყალიბდება ეხლა და ყალიბდება უკვე ამას დრო მოითხოვს უკვე მომწიფდა ამისათვის დრო რა აი როგორც მომწიფდება ხოლმე ვულკანი და მე ამოხეთქავს ისე არის ეხლა უკვე მომწიფებული და ამოხეთქავს ყველაფერი რა და ნანაწერს გეთანხმებიო ხო და ესე უნდა არ ვიცი მეცნიერთა წარმომადგენლები უნდა გაერთიანდნენ მე საუბარი მქონდა სხვათა შორის რა ანუ წასულ ქართველებზე საზღვარგარეთ წასულ ქართველებზე დიდი რაოდენობით არიან წასული ქართველები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ საქართველოს ისტორიის შეცვლაში. ახლა ნახეთ რატო რა. ყველა წასული წარმომადგენელი უნდა გაერთიანდეს ერთი აზრით, ჩამოვიდეს, ჯგუფები უნდა ჩამოვიდნენ და ამ ჯგუფებმა უკვე ინტენსიურად მოითხოვა, როგორც მაშინ მე-12 საუკუნეში თამარ მეფეს დაუდგეს კარავი, ხო? იმათმა ვიღაცეებმა და მოსთხოვეს თამარ მეფეს რომ აი ახლა ჩვენ გადავწყვეთ და შენ მხოლოდ თანხმობას განაცხადებ ისე უნდა მოხდეს დღესაც კარვების ერთის კი არა ერთის და არა 10 და არა 20 კარვის დადგმა სხვადასხვა ჯგუფებისა რომელიც განიხილავს სხვადასხვა თემას საქართველოს საკეთილდღეოდ და შემდეგ აი ამ კარვებმა უნდა მოითხოვონ სახელმწიფოსგან რომ აი ამ სახელმწიფომ ნება იბოძოს და ამ კარვების ინტერესები გაითვალისწინოს თუ ამ კარვების ინტერესებს არ გაითვალისწინებს სახელმწიფო მაშინ ეს კარვები თვითონ უნდა გაერთიანდნენ და შექმნან ახალი ხელისუფლება ხო და თუ ეს არ მოხდება ხო მაშინ ის სახელმწიფოში ვინც დაგვიყენეს და დაგვისვეს ის იქნება ბოლომდე და ისე გააყიდის და გააპარტახებს ამ ჩვენს ისტორიას. ან შეასტოპებს. მოუწოდოთ ფინანსურად უზრუნველყოფილ ქართველებს, რომ დააფინანსოს ეს გამოძიება. საქმე იმაშია ეთერი, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი ქართველები იცით ვინ არიან, ვისაც ფეხზე კიდია საქართველო. თორე ფეხზე რო არ ეკიდოს საქართველო ის ფინანსურად საქართველო კი არა საქართველოს მოსახლეობა კიდია ფეხზე თორე ფეხზე რო არ ეკიდოს საქართველოს მოსახლეობა ის უბრალოდ ფინანსურად გამართული ვერ იქნებოდა ფინანსურად გამართული ხალხი სხვის ხარჯზე არის ფინანსურად გამართული თორე რა გგონიათ ფინანსურად ვინ გაგმართავს დღეს წელში ვინმე გაგმართავს დღეს წელში თუ არ ხარ იმათი ნაწილი და გეგმა ანუ სისტემის ნაწილი თუ არ ხარ ხო და ამიტომ ფინანსურად გამართულ ხალხს ვერაფერს ვერ მოვთხოვთ ჩვენ ის სულიერად სხვა იმას სულიერად უნდა დავანახოთ სხვა ღირებულებები თუ მათ არ და ანუ იცით როგორი მომენტია ჭიანჭველებისა და ჭრიჭინას ამბავია რა ჭრიჭინა დაჭრიჭინობდა დახტოდა ჭრიჭინობელა პატარა თუ რაღაცა და ამაში მთელი ზაფხული გაატარა და მოვიდა ზამთარი ჭიანჭველას უმუშაობს რასაც ცალია ახლა იმ ხელოვნებისთვის და ამ არქეოლოგიური რაღაცეებს ჭიანჭველა მუშაა მაგისთვის არის გაჩენილი ხო ეხლა ნუ ნახეთ როგორი რაღაცაა აი ეს ადამიანები ვინც მუშაობენ და ვინც ფინანსურად გაიმართნენ წელში და ამის მეტი არაფერი იქ არ აინტერესებს
მთელი ცხოვრების მანძილზე ჭრიჭინამ ისეთი რაღაცა უნდა გამოიჩინოს, თვისება, რომ დააინტერესოს ეს ჭიანჭველო, რომ ამან არ ჩინოს ეს ზამთარი, გადაატანინოს რა. ზამთარი რა არის, იცით? სიცივე, სულიერი სიცივე. ნახეთ, ჭრიჭინა სულიერების გარეშე ვერ ძლებს, თქვათ, ის ხელოვანია, ის უკრავს, ის მუსიკოსია. მუსიკაში და ხელოვნებაში კი არ იგულისხმება მხოლოდ მუსიკა და ხელოვნება. აქ იგულისხმება ყველანაირი სულიერი მხარე ადამიანის, რომელიც ჭრიჭინაში არის. ჭრიჭინას არ შეუძლია მუშაობა ისე როგორც ჭიანჭველა მუშაობს. ჭრიჭინას არ შეუძლია იყოს ჭიანჭველა. იმიტომ რომ ის არის ჭრიჭინა. ეხლა ვინ არის ჭრიჭინა და ვინ არის ჭიანჭველა? თქვათ ჭრიჭინა არის ქართველი და ჭიანჭველა არის იუდეველი. მოდი რა, დავაინტერესოთ ეს იუდეველები იმით, რომ დავანახოთ რაღაც საინტერესო, ხო? იუდეველები უნდა დავაინტერესოთ ჩვენ. იუდეველებს ვერ შევებრძოლებით. იუდეველები უნდა დავაინტერესოთ. შევთავაზოთ საინტერესოდ, აი ამიტომ გეუბნებით, რომ უნდა შეიქმნას კარვები, სადაც თამარ მეფეს კი არ მოვთხოვოთ გადადგომა. არამედ მას უნდა შევთავაზოთ ისეთი იდეები, რომ ის სიხარულით წამოყვეს, ხო? ეხლა მე ვადარებ იმ დროში რაც მოხდა, იგივენაირად უნდა მოხდეს. შებრძოლებით ვერ მოუგებ შენ ვერავის, ვერაფერს. მაგრამ შენ თუ შესთავაზებ საინტერესო გეგმებს, აი მაშინ უკვე შეიძლება წამოყვეს, გარჩინოს. და თუ ნახე, გარჩინოს. ანუ ჩინი გარჩინოში არის ჩინიც გამოსახული. ჩინი რა არის, ხო? ვხედავთ რაღაცას, რაღაცა გამოჩნდა, რაღაცას აეხადა ფარდა, ჩინ და გარჩინოს. კიდე ნიშნავს იმას, რომ კი შეიძლება გარე წარი ხარ შენ, გარე წრე ხარ. ხო, ვისაუბრეთ რას ნიშნავს გარე წარი. მედალიონს სამი მხარე აქვს. ერთი მაღლა დგას, მაღლიდან უყურებს დაბლა იმ ქვეშ, რომელიც მოექცა არიული რეშკა და გარე წრე, რომელსაც ნიშნავს გარე წრობა, ხო? გარე წარი ქვია, გარე წრე. ხო და თუ შენ გარე წარი ხარ, ხო? ანუ ცუდად კი არ გაიგო ეს სიტყვა, ისე გაიგე, როგორცაც აღწერს, აი ეს სიტყვა რა მნიშვნელობითაც გეწოდება ზეციდან ისე მიიღე, თუ შენ გარე წრე ხარ. ან თუ შენ გარე წარი ხარ, მაშინ შენ არიოლსაც და რეშკასაც მოიცავ. ამიტომ შენ თუ არიოლი და რეშკა გიდევს წინ, შენ გარე წრის მდგომარეობაში უნდა გამოხვიდე, ანუ აი ეს გარე წრი არის მოიცავდე ორივეს და დაინტერესებული იყო აი ამ ორივე მხარის გამოყენებით. ნახე, მოდი ახლა სიტყვა გამოყენება გავიგოთ რას ნიშნავს რა. აყენა, გამოიყენა. რაღაცა ყენზე არის საუბარი, დაყენა. ანუ დაყენებაზეა საუბარი რა. ნახეთ, ფეხზე დადგომაზეა საუბარი. ფეხზე დააყენა, ხო? რაღაცაზე ასევე ჩინში გადავდივართ, გამოაჩინა. ვინ გამოაჩინა? გარე წარმა გამოაჩინა ეს ორივე. არიოლის და რეშკას. აბა თუ თქვა დავაყენებთ მედალიონს მესამე მხარეზე, გარე წრის მხარეზე, ის იგორებს. ანუ ბორბალი დატრიალდება, ხო? ბორბალივით იგორებს. ესე იგი ბედის ბორბალი დატრიალდება. ესე იგი არიოლის და რეშკაც გამოჩნდება. ჩინში იქნება ორივე მხარე. განა იმას ნიშნავს, რომ ქრისტე რასაც გვეუბნება, რომ ორ ბატონს ერთად ვერ ემსახურებიო. არ უნდა ემსახურო ორ ბატონს ერთად, მაგრამ ორივეს მოიცავს ეს ბატონი. ბატონი ღმერთი ორივეს მოიცავს. ეხლა მე ვერ გეტყვით, რომ ღმერთის გარეთ არის რაღაცა კიდე შექმნილი. ღმერთის შიგნით არის ყველაფერი შექმნილი. ამიტომ უნდა დააყენო შენ გარე წრის მდგომარეობაზე, რომ იგოროს მონეტამ. თუ მონეტამ არ იგორა, ეხლა მოდი გადავიტანოთ ეს სურათ ხატოვნად აგიხსერეთ. ეხლა გადავიტანოთ მოქმედება რას ნიშნავს, ხო? აი მაგალითად ვინმე კატეგორიის კაცობრიობა არის გარე წრის მდგომარეობაში. რას აკეთებს? ამ ორივე მხარეს
აატრიალებს, ანუ აამუშავებს, აამოძრავებს, იგორებს. ან გაჩერდება ესე რა. ესე მონეტა ხო დგას ხოლმე მესამე მხარესაც, კაცო, გარეწრის მხარეს ხო დგას, რომ არ იგოროს. და როდესაც დგას, მესამე მხარე არასდროს არ იმალება. ყოველთვის რკალს იჩენს. ანუ რკალი მაინც ჩანს მისი გესმის? არც ერთი მხარე არ იმალება მონეტის მესამე მხარეზე, როცა დგას მონეტა. სამივე მხარე ჩანს. ჩინშია, ესე იგი, დაცემულის, აღმატებული ადამიანის, ზეკაცის, დაცემული კაცის და გარეწრის, ანუ ზეკაცის, თაღის, ღანის წრე ყოველთვის ჩანს. ხო და ამიტომ მე ვფიქრობ ესეთ რამეს რა, ვინ არიან ესენი? გარეწრის მდგომარეობაში ვინ არიან? მოდი აბა პირდაპირ ლოგიკურად თვითონ სიტყვა გეუბნება და გაწვდის მიმართულებას. გარეთ ვინ არიან გასულნი? წრის გარეთ ვინ არიან გასულნი? წასულები, ხო? საზღვარ გარეთ გასულები. მოდი ეხლა ამ ხალხის წარმომადგენლობა ვნახოთ როგორია. ამ ხალხის წარმომადგენლობა ისწავლა თავისი ფასი, თავისი ქვეყნის ფასი, თავისი ხელის და შრომის, თავისი ენერგიის ფასი, ანუ შრომის ფასი და იმის ფასი, რომ არავინ არაფერს არ გაჩუქებს. შენ უნდა იმუშაო. ანუ შრომის ფასი ისწავლა ამ ხალხმა. მეც გასული ვიყავი და ვისწავლე. ამიტომ მან ისწავლა არა მხოლოდ პრაქტიკულად გაიარა, როგორ უნდა ამუშავდეს რაღაცა ესა თუ ის სისტემა, არამედ მან თეორიულადაც და პრაქტიკული გამოყენებით, პრაქტიკით შეიძინა თეორიული მასალა. სულ სხვა კატეგორიაა თეორიულად რო იცი და პრაქტიკაში ვერ იყენებ, რაც ძირითადად საქართველოში ხდება ახლა. თეორიულად ყველაფერი იცი, ამიტომ ბევრს საუბრობთ ჩვენ, ბევრს ლაპარაკობთ, მაგრამ პრაქტიკაში არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ. გერმანელები არიან ძალიან პრაქტიკული ხალხი. პრაქტიკაში იციან, რასაც თეორიულად სწავლობენ, ის პრაქტიკაშიც იციან. ამიტომ არსებობს ძალიან ბევრი პრაქსისები, ანუ უნივერსიტეტიდან სტუდენტები გადიან პარალელურად პრაქტიკასაც. პრაქტიკის გარეშე შენ უნივერსიტეტს ვერ დაამთავრებ. იმიტომ თუ პრაქტიკაში არ იცი შენ და არ გამოიყენებ თეორიაში რა სწავლო, მაშინ პრაქტიკულად შენ არაფერი არ იცი და არც არაფერი გისწავლია. ეს იციან გერმანელებმა. ამიტომ არის აწყობილი ქვეყანა. ჩვენ გვიჭირს ერთი რამ. თეორიულად ვსწავლობთ, თავს ვგრძნობთ მე, რომ აი ჩვენ უკვე დოქტორები ვართ და პროფესორები ვართ. და სინამდვილეში არც არავინ არა ვართ, იმიტომ რომ არაფერი არ გაგვიკეთებია გარდა თეორიის შესწავლისა, ხო? და მე ამიტომ მე კი არ განვიკითხავ ჩვენს იმაში ვინც არის, ხელისუფლებაში ვინც არის, უბრალოდ მათ უნდა მივაწოდოთ ჩვენ ერთი წუთით. რა არის დედიკო? მოვდივარ. ხო დედიკო, მოვდივარ ეხლავე. მათ უნდა მივაწოდოთ ძალიან საინტერესო გეგმები. ძალიან საინტერესო გეგმებს კიდე უნდა პრაქტიკული გამოცდილებები. ვისა აქვს პრაქტიკული გამოცდილებები? გასულებს. წრიდან გასულებს. ვინ არიან ეს წრიდან გასულები? აი ხა ვიტყვი სიტყვას და სწორად მიიღეთ ეს სიტყვა, გარეწრები. და გარეწრების შეკრება არის აუცილებლად მნიშვნელოვანი. ეხლა ნახეთ, მე ხო გითხარით, რომ ყველა საინტერესო სიტყვა ჩემმა მაყურებელმა იცის, რომ ყველა ძალიან ძვირფასი სიტყვა და მნიშვნელოვანი სიტყვა არის ამოტრიალებული. ანუ ფუნქცია აქვს ამოტრიალებული. თავდაყირა არის დაყენებული. რატო ეხლა თავდაყირა? აი მაგალითად რო გიწოდო გარეწარი, შენ გეწყინება. არა და სინამდვილეში გარეწარი ნიშნავს ძალიან მაგარ რამეს. ხო? აი ხა მე რომ შენ გიწოდო ბოზი, შენ გეწყინება. არა და ბოზი ნიშნავს ლამაზ. ეხლა მე რომ შენ გიწოდო ერთი წუთით რა, დედკო, მოვდივარ, ეხლავე მოვალ. აი ლაივს დავამთავრებ და მოვალ, ხო? მე მინდა შურთული.
მე რომ შეგიწოდო ვენახი ისა მიცადე ყანა ხარო ხო შენ შეგეწყინება არა და სინამდვილეში ყანა რას ნიშნავს იცი ყანა არის ღმერთის ხორბალი ვინ არის ხორბალი მე ვიცი ვინ არის ხორბალი ხორბალი არის აბა ვინ არის ხორბალი მითხარი აბა ხორბალი არის პური ვინ არის პური ქრისტეა ხო ქრისტე რისგან ქრისტე თუ პურია პური რისგან წარმოიშობა ხორბლისგან ხო ან ხვდებით რა როგორ ამოტრიალებული არის ყველაფერი ამოტრიალებულია მე ერთხელ გახსოვთ ის ჩავწერე ლაივი სიტყვა შემეციზე რა და გამიბრასდნენ რა ვიღაცეები რომ აი ეს სიტყვა რა არის და იცით რა მაგარი სიტყვა არის შემეცი შენ როგორც გესმის დღევანდელი დამახინჯებული მდგომარეობიდან გადმოტრიალებული ჯვრიდან ესე არ უნდა გაიგო ის სიტყვა ყველა სიტყვას თავისი კოდი აქვს შენი მეცანი შენი მე თუ მევცანი ესე იგი მე შენ მიყვარ ხარ ხვდები ანუ მეც ვარ და შენც ხარ შეგიცანი რომ ხარ მეც შევიცანი ჩემი თავი რომ ვარ იმით რომ შენ შეგიცანი გესმით აი ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ენა რა არის კი უნდა ამოვაყირაოთ დავუკვირდეთ რა ანუ ეხლა რა ხდება გარეწრების ისინი უნდა შეიქმნას კარვები უნდა დაიდგას გესმით და გარეწრების კარვები რო დაიდგმება იქ უკვე ყველანაირი ძალა შეიკრიბება იქ უკვე შანსი აღარ ექნება ან არიოლს ან რეშკას რომ იყვიროს ბევრი რა იმიტომ რომ გარეწრე შეიკრა ორივე შუაში მოაქცია არიოლიც და რეშკაც იუდეველიც და ზეკაციც და ყორანიც და ზეკაციც გესმით ყორნები იცით ვინ არიან ხო უკვე ანუ შემამაყურებელმა იცის ვინ არის ყორანი ის არის ვინც პირველ საფეხურზე დგას განვითარების ზეკაცი უკვე მეშვიდე საფეხურზე დგას ამიტომ ჩვენ გვჭირდება გარეწრებო ჩემი ჩათვლით ჩვენი დრო წავედი ახლა მეგობრებო თორე ჩემი ბიჭი მეუბნება წამოდი ბორშიაო საჭმელი ბორშია დედიკო ხო ბორშია ხა ბორში უნდა შევჭამოთ გაკოცეთ მეგობრებო ბევრი და უკვე შევჭამა აბა აი ახლა რამდენი მაყურებელიც ხართ ხო ძალიან გამეხარდება თუ მიხვდით გარეწრის მდგომარეობას და თქვენ რას ფიქრობთ ამ სიტყვაზე აი რამდენია 10 კაცი შეიქმნა თქვენი კომენტარები ძალიან გამახარებს რა თქვენთან რეზონირდება ის ერთი წუთი თქვენთან რეზონირდება ის რასაც მე ვხსნი გარეწართან დაკავშირებით გარეწრესთან დაკავშირებით თუ თქვენთან რეზონირდება და პოზიტიურად აღიქვათ ამ სიტყვას კომენტარით უბრალოდ რომ აი მე მოგყვები შენ ამ აზროვნებაში ან რეზონირდა ჩემთან ეს სიტყვა როგორც ახსენი იცით რატო მეგობრებო ეხლა მე გეტყვით კიდევ ერთ რამეს და დაგემშვიდობებით მე კიდე რა ძალიან ბევრი დაბნეული არის და ფიქრობს ეს გოგო ვინ არის ჩემზე ვერ გაუგია ვინ ვარ გესმის ზოგი ფიქრობს სექტანტი ვარ ზოგი ფიქრობს გიჟი ვარ ზოგი ფიქრობს საინტერესო ვარ ზოგი ფიქრობს ძალიან განსწავლული ვარ რომ მაგდენს რაც ვერ შევძლებ სად შემიძლია მაგდენი ამიტომ ის ხალხი ვინც აი ესეთ ეჭვებშია კითხულობს ხოლმე კომენტარებს რა და თქვენი რეზონანსი ანუ თქვენთან თუ რეზონირებს ჩემი ინფორმაციები რასაც მე გაწვდით ხომ იმათთვის იქნება გზამკვლევივით რომ გაარკვევს მარტო ეს გოგო კი არ ბოდავს რაღაცეებს ესე იგი მას ყავს საზოგადოება რომელიც იგებს მის საუბარს და იქნებ მეც გავიგო იქნებ მეც ანუ იცი რა არის სექტანტად რო არ შეგვრაცხონ ხო ჩვენ ვიმსჯელოთ სექტა მე წარმომიდგენია რომ ეს არის რამდენიმე კაცის გაერთიანება რაღაცა იდეოლოგიაში მაგრამ რა ვიცი რამე იდეოლოგიაში მოგიწოდებთ რომ ესეთი აი ესე უნდა იფიქროთ თქო მე ყველას გეუბნებით რომ თქვენი აზრი უნდა გაგაჩნდეთ რა და თუ თქვენთან ჩემი რომელიმე სიტყვა რეზონირდება უბრალოდ გამახარებს ეს აზრი ეს ფაქტი და მეტი არაფერი და სხვებსაც გაახარებს სხვადასხვა და შორენა წერს ნამგალაძე
ნამგლაძე რომ მეც გეთანხმები თამარო. ხო, შორენ, აი რა ვიცი, ვიმშელოთ და შევიკრიბოთ რა, დავდგათ კარვები. აუცილებლად კარვების დადგმაშიც კიდე ისე კი არ გაიგოთ რომ კარავი მივიტანეთ და იქ დავდგით და გავაშენეთ. კარვის დადგმაში იგულისხმება რომ შევიკრათ ერთნაირად მოაზროვნე ადამიანები. დავეკონტაქტოთ, ვიკონტაქტოთ, მივწეროთ პირადში, მივწეროთ აზრები, გავერთიანდეთ. ეს ნიშნავს კარვის დადგმას, თორე ეხლა მე არ მოგიწოდებ რომ შევიდეთ და იქ სადღაცა რომელიღაცა ადგილზე დავდგათ კარავი და იქ ვიმშელოთ. ხო, რამდენი არიან? რამდენი ეს რას ნიშნავს ეს? აბა რამდენი ციფრი, რამდენი? ეს იცი ამის კითხვა? 10-ია, იცი უკვე ყოჩაღი ხარ შეყაჭა. გაკოცეთ მეგობრებო, გაკოცეთ გემშვიდობებით და მიყვარხართ მეგობრებო ძალიან. მე მინდა გავაკეთო. ხო. დაიმშვიდობეთ მე. კარგად.